შეიძლება გაგისაუბროთ. ვისი დავალებით მოგწანდით ბატონო, თუ შეიძლება მითხრათ. საბა ძალიან ხო. უთხრეთ რა. დიდაგირე. თქვენ ხართ თუ არა ბატონი კახიკალათისა და ქართული ოცნების დღესამსახური. რადგან კამალებს გეშინია სიამსახია. და ვიქოთ რა. ბატონი კახიდაგირე. კოსპალმედიას იქნებ გაცნობ. ძალიან ხო გაგვეც პასუხი. პირადად დაგიკავშირდნენ თუ შეგნებით მოხვედი? ბატონი კახი დაგიკავშირდა პირადად თუ ქართული ოცნებიდან ან ბატონ მურმანმა ან სხვა ლიდერებმა მოგწეს მითითება რომ უნდა მოსულიყავით. რა კომენტარს გააკეთე? ეს ოპერატორის კონცერნები და ჟურნალისტიც. როცა აინტერესებს მედიას. გადავალებით. თქვენ როგორც ქართული ოცნების და ბატონ კახის პრესამსახური, ამიტომ ხართ აქ მოსული. დაგარიგეს რომ საკუთარი სახელი და გვარი ხომაღლა არ თქვა მარტო პრესკარტ დაანახევ ესე გითხრეს? რატო კანკალობ თუ გეშინია საკუთარი საქმის კეთება დაანებე თავიდან უაკეთებ ამას. რაც არ გამოგდის არ უნდა გააკეთო ეს ჩემი რჩევა. თუ გაითვალისწინებს აგადგებო. ფულისთვის ყველაფერი არ უნდა გააკეთო. რამდენს გიხდიან კონკრეტული სიუჟეტების და გამოძახებების შესასრულებლად. მითხარი თუ შეიძლება. რაზე კანკალებს რაზე მითხარი? შეიძლება. ვინ გამოგიძახათ? სიამოვნებს ადამიანს თქვენთან ლაპარაკი მიბრძანდით. ციფრი არ არის. რამდენი ხანია ეს ხდება? ამის წინათ აგვაწრიალეთ იმდენი საათი. არ გინდა თქვენთან საუბარი. ვაცალეთ ამ კაცს მოვეფეროთ. ამისთანები უმრავლო საქართველოს მერცხმა კახიკალაძე რომ არის. დაგმანებეთ თავი უბანი დაგვახსენეთ ვიღაცები ჩერდება მანქანით და გვეკითხებიან. რა ხდება? არაფერი არ ხდება აგვაწრიალეთ და ეგ არის წაბრძანდით. არ ჭირდება თქვენი სირვილი იმას არის. ჩვენ ვიცით რომ რაზეც მუშაობთ თქვენ და დაგვაწყნარეთ. თქვენ ძალიან კარგად იცით ჩახედეთ თქვენ სულს. ჩახედეთ თქვენ სულს და გაიცით პასუხი საზოგადოებას. მე თქვენ საქმეზე ჟურნალისტებს არ ვისურვებდი ასე ესა უხეშად რომ მომექცევა საზოგადოება. რას მიქია ეს უკვე მეორეჯერ არის, მეათეჯერ იქნება. დაასვენეთ ეს ხალხი და დაგვასვენეთ ჩვენ. თუ ექნება სურვილი არ იქნება საჭირო ამდენი თხოვნა. ეს მე რამდენად მოხვედით? 3 დღის წინ იგი ამბავი იყო აქ. 3 დღის წინ თქვენი საქციელი შეგება. იმდენ შეგხვდებით რომ აქტივებული მაშინ მიგიღებდით და ჩაგებხუტებოდით რომ თქვენში დაჯერებულები ვიყოთ. წაბრძანდი, შეხედეთ რა ამბავია. მერტმა დამიფაროს ცუდი რო თქვა რა. ღმერთი მამაკაცმა ხელი იმ ღმერთის წყალობით იარეთ წაღმა. თქვენ თუ ზაგიდა შეიძლება გავაკეთე მოთხდა და აი რა დაგიდა რა მოთხდა აქტიურობა. ხო ხედავ რომ დაეკარგა და არაცადე განების გაგაღება. ეხლა არ სიამოვნებთ არა? ესე ცუდია. ცუდია არა? ამიტომ როცა დროზე გეტყვიან მაშინ წადი. არა ხარ სანდო ხალხი. არა ხარ სანდო ხალხი და იმიტომ გეშინია წლისი გადაღები. ხალხი გაგებინე. მერე სადმიდი ხარ? მერე ხალხი რომ მოგწოვეთ მას. ჩვენია ხო ჩვენია. ხო ამე ახლა ვერ დამინახა თქვენს გარდა ვერავინ იკადრებს ამ. არავინ არ აქვს საქართველოს დასაკარგი შვილი. ამაზე თქვენ უნდა იფიქროთ. წადი შულო, წადი. წადი დედა, წადი. წადი დედიკო, წადი შულო. წადი დედა ახალგაზრდა გოგო ხარ, ღმერთის წინაშე იყავ. შეიძლება ჩვენია. წადი. ყველა ჩვენი
ხარ თქვენ კი, ასე იყო, თქვენ შეგიძლიათ დაცვის თანამშრომლებსაც გითხოთ, ეს იყო დაცვის თანამშრომლები ბიჭებმა მოხდეს, რომ ფაქტურად ეზოში ჩემოვიდნენ კამერებით, ისედულებად არ აქვს. როდესაც აიყვანეს ეზოს გარეთ, ხობედან იღებდნენ ყველაფერს თუ რა ხდებოდა ოჯახში, ამის ფიქრიც არ აქვს, ეს გახდა კერძის საკუთრება, მაგრამ რას იზარება, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, უსამართლობაა ქვეყანაში. იყო თუ არა ამ დროს ინფოც რა თქვენი სახის წინ. არა, არ ყოფილა ინფოსა, საერთოდ ამ ადამიანების გარდა არ ვიცი, მაგრამ ჟურნალისტებსაც ვერ უწოდებ, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლები, მათ ჟურნალისტები რო უწოდე, ეს თქვენ მიმართა, საერთოდ ჟურნალისტები მოჩევრაც ყოფილა, ამას ვადასტურებ, რომ არც ერთი ჟურნალისტი ამ ადამიანების გარდა კრიმინალური წარმომადგენლების გარდა არავინ არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ ამ განაცხადებს? ეს უბრალოდ არის ასე რომ ვთქვათ, პროვოცირებას იწვევენ ადამიანების, უნდა გააღიზიანონ ადამიანები, მხოლოდ ამისას ემსახურება მათი ასეთი საქციელი, მათ არანაირი ნორმალური, ადეკვატური კითხვები არ გააჩნიათ, მხოლოდ პროვოცირებას ახდენენ. როგორ რატოს კითხოთ ისე მოხდება? არა, მე არ ვიცი, მე არ გავსაუბრებულო, საერთოდ არ მინახავს, მაგრამ დაცვის თანამშრომლებმა მოხდეს თუ ანუ შემოიჭრეთ კერძოს არაკუთრებაში და დაცვამ გააძევა უკან. კი, გააძევეს უკან. დაცვას თავისუფლად შეეძლო დაკავება, მაგრამ ეს არ დააკეთეს, მაგრამ მეორეჯერ აუცილებლად დაკავება მოხდება. მიმართავ თუ არა შესაძლებელი სერგანებს. არა, აზრი. დღევანდელ ქვეყანაში რა მდგომარეობაში ჩვენ ცხოვრობ, საერთოდ არსებობს პოლიცია, არსებობს სამართალი, არსებობს სასამართლო. არანაირი სასამართლო, არანაირი პოლიცია არ არსებობს.